ბიჭო, მაგარი მესია მოუნა ტოლკდები და ვიდეო შეწერა. მოკლედ, ჩემი მეორე ისტორია არის შემდეგნაირი. დაახლოებით ვარ 15 წლის, მომიწია თბილისიდან გადასვლა სხვა ქალაქში. სკოლის თემაა რა, ანუ სკოლიდან სკოლაში გადავედი. მიზეზი იყო აღარ მინდოდა იმ კლასში, რა კლასშიც რეალურად დავიწყე. სხვა ქალაქში თუ გადავედი, რომ იქ ჩემი დეიდაშვილი იყო და ჩემო მშობლებმა ისე გადაწყვეტეს, რომ მოდი გავუშვათ ბავშვი სხვა ქალაქში, იმიტომ რომ დეიდაშვილთან ერთად ვიყავი გაზრდილი, ბევრი რამე გუკეთებია ცხოვრებაში და იმის მერეც რამდენი. და დავაგდა. გადავედი სხვა ქალაქში, სხვა სკოლაში, ანუ ყველაფერი შევიწოლე გარშემო და საერთოდ სხვა რეალობაში გავიჩნდე რა. ხო და ეხლა ის ვარ პიზდეცი ხდება. აქედან გადავედი თბილისიდან, ვიყავი საკმაოდ პატარა, ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი. სამეგობრო მე არ მყავდა, შეყვარებული მე არ მყავდა, ჩხუბით მე არ მიჩხუბია და ან არანაირი ბერკეტი არ მქონდა, ერთადერთი სინდის ნამუსი, კაცობრიობიანობა. როგორც კი გადავედი, ეგრევე ჩემი დეიდაშვილის კამანდა მთლიანად ჩამიფრატდნენ ეგრევე ძმები. რო დავამოღამე პროცესში, რამხელა განსხვავება, როცა არ ყავს მეგობრები, დროსაც ყავს. რა ადრე რაღაცა ძალიან რთული იყო ჩემთვის და მიჭირდა რაღაც გაკეთება, იმიტომ რომ არ მყოფნი და საკმარისი ძალა არ მქონდა ამის რა. ანუ სამეგობროში ყველაფერი არის ძალიან მარტივად. ისე მარტივად გაიარა მაგ პერიოდმა, ვერც წარმოვიდგენთ თუ ეგეთი რაღაც არსებობდა იმ პერიოდისთვის. და გრუზული ვიყავი, ჩემპიონში ვიყავი, არ ყავდა ისეთი სამეგობრო წრე, რომელთანაც დროს გავატარებდი და საბოლოო ჯამში ცოტა ინტროვერტის მხარეს ვიყავი ძალიან წასული რა. ეს პერიოდი რაც გავატარე, ძალიან კარგი გამოცდილებები იყო სამეგობროს კუთხით. ნუ მაგრამ იყო იქ რაღაცა კბილის მოსინჯვები სხვა მხრიდან, სხვა შორის შიდა მხრიდანაც 1-2. თბილისთან რო ჩავედი, ანუ მაშინ ის პერიოდი იყო, ჯაჭვი მეკიდა აქ და გიტარაზე დავდიოდი. და ზოგს მოკრა ისე მიყურებდა რა, ისე ანუ ჯაჭვი მეკიდია რა. იყო წინაღობები, ეგრე არ არის რა. ანუ მიწევდა მარტო ჩხუბებით, იმიტომ რომ ადრე თუ ჩემი რეპუტაციის დაცვა მიწევდა, ეხლა უკვე მიწევდა ჩემი დეიდაშვილის რეპუტაციის დაცვა. წლები ადრე თუ რაღაცას თავს მოუხუჭავდი, ეხლა მაგის უფლება არ მქონდა. ეგ ერთი და მეორე, მე უკვე უკან ჯარი მყავდა რა და რო ვიცოდი რომ მარტო არ ვიყავი, შემიძლია გამეტრაკებინა, როცა მართალი ვიყავი. ბევრი მქონია რომ აი პატარ-პატარა რაზბორკები ერთი-ერთზე მოვიხოდე, ისეთი მომენტი იყო რომ ვიღაც რაღაც ისეთ რო ჩავდება რეჯს არასწორს, ეგრევე გამყავდა მოდი ძმა და უკვე ანუ შეიძლება ითქვას რომ გაუფლავდი. მეორე მხარე იყო პირველივე კვირას როგორც კი გადავედი, ანუ გამიმართლა იმაში, რომ იმ სკოლაში ჩემი დამრიგებელი ძალიან მოხდილი ტიპი იყო, ღონისძიებები, სასკოლო ღონისძიებები ძალიან ხშირი იყო. ძალიან აქტიური ცხოვრება გამიჩნდა. პლუს ივენტზე ვმუშაობ, ღონისძიებაზე იქ სამეგობრო, იქ რაღაცა აციებს ხელებდა და ბიჭო გავიგე რომ ჩემო დეიდაშვილი მომთხრა რომ ვიღაც როგორს მოწონდი რა. იმ პერიოდის ვაფშე არ ცხელოდა მაგისტვის მამე, ანუ ვაფშე ჩემი ისენი მაგ ახალი გადასული ვარ სხვა სკოლაში, სხვა ქალაქში, მეტყველება სხვა არის, ცნობიერი რაღაც პუნჩი განსხვავდება. ვიღაც მოწონხარო და ამადამ გოგოსო. ბიჭო, მაგრა დამეგოსო. წარმოიდგინეთ, ანუ ჯინჯერი, გოგო, ოღონდ კაი ჯინჯერი. ტუჩი, კბილი, ყური, ყველაფერი იყო თავის ადგილას რა. ძალიან ჩემი შესაძაფერი ისი და ჩემთან არაფერი დაიწუნებოდა რა. ჩემი შესაძაფერი შეულისხმო ჩემს იმას, რომ ყველანაირად რომ გერგება რა. მივედი, გაგანია საფხული, ანუ ცხელა რა ვიცი, დედის მარ. მეთქი ესე გავიგეთქო, რომ მოგწონარდა რაღაც თქო და გავისაინოთ თქო რა. ღონისძიების მერე გადავედით ბაღში, დავსხედით ახლა რა. ნახევარ საათი ვიბაზრეთ ბევრ რამეზე. მივხვდი რომ მომენტია რომ უნდა ვფოკუსო. მაგრამ არც კოლსის გამოცდილება მქონდა, ანუ ქალებში ვაფშე დასიზმრე, ანუ პორნოები და უკრეულობი. არანაირი გამოცდილება მქონდა, არც მოწოდების სიმაღლე არ მქონდა, სიმაღლე გითხრათ და არ ვიყავი სოციალური თხოვნი არ მქონდა, რომ აი შეყვარებულიღა მინდა, ანუ ნო რა. ბიჭო, ცივაა. მივხვდი რომ კოცნის მომენტი იყო და ბიჭო, მაგრამ ვერ ბედავ ძმა. ეგეთი მარტივი არ არის თურმე რომ გოგოსთან ახ. თან მაშინა 15 წლის ღლაპი რა, ანუ ისეთი ბავშვი ვიყავი მაგ პერიოდში, რომ აი მე 5 კლასელებთან ერთად ვიპარებოდი შატალზე რა, იმიტომ რომ პატარა ვიყავი რა, ყველანაირად. მეთქი, ეხლა ვიცი რაც უნდა გავაკეთო თქო რა, მაგრამ აქამდე გამოცდილება არ მქონია თქო რა. და გოგომის ხო გაიგო, გაიაზრა. მოვიდა და ძალიან გამისურდა. ძალიან გამისურდა, იმიტომ რომ პირველი გულწრფელი ვიყავი და როჟებისკენ არ დამიწყია. რაც იყო ეგ უთხარი, მეორე გოგომის მიიღო და მესამე ეს ინიციატივა ხო მაინც ჩემი იყო. საბოლოო ჯამში ძალიან კარგად შეიკრა სიტუაცია. მე დავიშალე სარში, მივაცხლე და წამოვედი. მაგრამ რაც ავრეულდი ის იყო, მეორე დღეს შვილი ძალიან. ეს არ მიფიქრია რომ შეყარებული მეყოლებოდა რაღაცა სამეგობრო და იმ შიდა სამეგობროში რა, ანუ ახლოწრებით იყო ოკეი, მაგრამ კიდე რაღაც შეერჩელის კამანდა, რომელიც
გიწევთ რომ იმეგობრო იმათთან. ძალიან ცუდი ბაზრები დამიწყეს რა, რომ კაროჩეო ამ გოგოს სხვანაირი გამოცდილება აქვს და შინაურობა რა თესლი ჩვეულებრივი რა დავიკრუზე მე რა მეთქი ანუ როგორ გოგოს სხვა კოცი ხოლმე ხარ და არ პატარა ბავშვი ვარ ხოლმე თორემ დედა შურს და მე ვაფშე გონში არ ვარო ეგ რაღაცა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს მე უმეტეს ამ გოგოსთან მივედი მეთქი ვერ გამოვადგო რა და წავედი რეალურად აქედან უნდა გითხრა რომ თუ მიხვდი ვინმე და რაღაცა კაროჩე რავი არაფერი დასაწუნი არ გაქვს შენ ჩემგან აი სწორად მოვიქეცი მგონი რა, იმიტომ რომ როცა მზად არ ხარ, არ უნდა დარაშო რა, იმიტომ რომ მაგ მომენტში შეიძლება ვთქვა შეყვარებული ყოლოდა, მაგრამ უფრო დიდ სირობაში გავჩიტულიყავ, იმიტომ რომ ბიჭო, მე ჩემ თავს ვერ ვხედავ სრულფასოვნად, ანუ რო დგავარ კარგად და შენ მით უმეტეს ვერ დაგიყენებ გვერდზე რა, ბავშვი ხარ და კაროჩე. შეიძლება ტესტოსტერონის არ მქონდა მაშინ